სანამ შემიძლია ასე მუშაობა, ვიქნები ჯერ აქ. ურთულესი იყო არც ფიზიკურად, ემოციურად, ფინანსურად, ფსიქოლოგიურად. ემიგრაცია ჩემოდანივით არის, ოღონდ თვლი რომ პატარა ჩემოდანი გჭირდება, რადგან მალე დაბრუნდები. ემიგრაციაში ყოფნა ეს არის 360 გრადუსით საკუთარი ცხოვრების ამოტრიალება და ცვლილება, რომელსაც ენით აუღწერელი ტკივილი, დაღლა, ტრავმა, ცრემლი, ემოციური გამოფიტვა, სტრესი და გადაწვა ახლავს თან. უბრალოდ უნდა გაუძლო. გახსენდება, რომ საქართველოს დროშა არ ჩაგიდია. ვერცად ჩაატევ ისეთი გატენილია შენი პატარა ჩემოდანი. მხრებზე შემოიხევ და ასე ამაყად ადიხარ ტრაპზე. ჩაფრინდები თუ არა რეკავ ოჯახში, საიდანაც მხოლოდ პატარა ჩანთა, ხატები, სუნელები და ტანსაცმელი წამოიღე. კარგად ჩავფრინდი, მადლობა ღმერთს. ოჯახი გენატრება, ემოციურად გვხვდები, მაგრამ კეტავ ყველა ემოციას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, უნდა გაუძლო. შემოსავალი იმდენად ცოტა იყო, ჩემი შრომა კი დაუფასებელი, ავდექი და წამოვედი. ევროპაში ვერ იშიმშილებ. სულ არის ისეთი სამუშაო, სადაც გაცილებით მეტს გადაგიხდიან ვიდრე საქართველოში. ღმერთის სიყვარული, ერთმანეთის სიყვარული, განსხვავებულის თუ უფროსი თაობისადმი პატივისცემა, ბავშვის უპირობო სიყვარული. ეს ყველაფერი ევროპულია და თანაც უმაღლესი ფასეულობები. საქართველოში დაცულობის განცდა არ არსებობს. სულ გაქვს შიში, სიგარების, უსახსრობის, არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის, ინფლაციის, ჯანმრთელობის გაუარესების. ყველა სირთულის მიუხედავად აქ უცხო ქვეყანაში მოვიპოვე სულიერი სიმშვიდე და მომავლის იმედი. ის რაც საქართველოში უკვე აღარ მქონდა. საბჭოთა ბავშვობა მქონდა. მინდოდა ჩემი თვალით მენახა ევროპა და მისი დემოკრატია შემეგრძნო. ჩემს სამშობლოში ცხოვრების სირთულეებმა და ოჯახურმა ვალდებულებებმა გამხადეს ემიგრანტი. 24 საათის განმავლობაში მოხუცთან ზიხარ და გარეთ ვერ გადიხარ. თუ თავად ის არ დადის, მაგ დროსაც შენ მხოლოდ თანხლები ხარ და შენებაზე ვერაფერს აკეთებ. ეს გრძელდება 6 დღე. აღარ გაქვს პირადი, ისვენებ კვირაში ერთხელ, რამდენიმე საათით და ამ დროსაც უამრავი რამ უნდა მოასწრო. განსაკუთრებით კი ამანათისა და თანხის გაგზავნა. აქ არ გეშინია ბავშვის ექიმთან მიყვანა, რადგან ეს არ წარმოადგენს ფინანსურ ტვირთს. იმდენად დაცულად ვგრძნობ თავს, რომ ზოგჯერ მცხვენია და მწყინს, რადგან ეს შეგრძნება ჩემს სამშობლოში სრულიად დაკარგული მქონდა. ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს ხელს უწყობენ, მეტს უხდიან. შენ ახლა იწყებ და მეტი გჭირდებაო გამხნევებენ. ურთულესი იყო არათუ ფიზიკურად, ემოციურად, ფინანსურად, ფსიქოლოგიურად, თუმცა შევძელი, გამომივიდა. იწყება ტკივილამდე მონატრება. იწყება დარდი, შფოთვა. ნეტა როგორ არიან ჩემები. აი აქედან იწყება ემიგრაცია.